თბილისში გვიან ღამით ეკონომისტის სამიტის თავმჯდომარე დუგლას ტომპსონი და ეკონომისტ კონფერენციის საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩამოვიდნენ. ეკონომისტის კონფერენცია მსოფლიოში წამყვანი გამოცემის ეკონომისტის ორგანიზებით გაიმართება. სამიტის მიზანი საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივების ანალიზია, მას საერთაშორისო კომპანიების ლიდერები დაესწრებიან. ეკონომისტი წელიწადის განმავლობაში 20-მდე კონფერენციას მართავს მსოფლიოს გარშემო. ამჯერად საქართველოში ვართ. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ რა გავლენას ახდენს თქვენს ქვეყანაზე გლობალური ეკონომიკა და რა პროცესებია მომავალში მოსალოდნელი. ჩვენ შესაძლოა არ გვაქვს პასუხები ამ კითხვაზე, მაგრამ ჩვენთან ერთად არიან ექსპერტები, რომლებსაც შეუძლიათ პროგნოზის გაკეთება. საქართველოში პირველად ვიმყოფებით, ვფიქრობ ძალიან საინტერესო და მაღალი დონის კონფერენცია იქნება. მას დაესწრებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ეკონომიკის დარგში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ დეტალურად ისაუბრონ, მათ შორის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. იქნება იმ შესაძლებლობების წარმოჩინება, იმ პრიორიტეტების წარმოჩინება, რაც სპეციალისტობით ჩვენთან ქვეყანაში არსებობს. და ძალიან უშუალო, გამჭვირვალე და ობიექტური აზრის გამოხატავს როგორც მთავრობა, ასევე კერძო სექტორი, ვინც უკვე განახორციელა ინვესტიციები და ვინც აპირებს საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებას.